მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 16 მაისი, შედარებით გამოიდარა აღმოსავლეთ საქართველოში და გადავწყვიტე ძაღლი გამეყვანა მინდორში. წყერი ძალიან კარგად არის შემოსული. დაახლოებით 6-ჯერ უკვე მყავდა გამოყვანილი ნარდო ბუნებაში. ძალიან კარგად ნახა მწყერი, კარგი ნაბულები აკეთა. კარგი ის არის აღსანიშნავი, რომ უმეტესწილად გამოკიდება არ აქვს ხოლმე რა. ფრინველს არ მისდევს რა უმეტესწილად. ერთ-ერთი კარგი თვისება არის. მოტანა ჯერ არ მისავლებია. მაგასაც ისწავლის. კარგი ბიჭია, ბევრ რაღაცას ითვისებს ძალიან კარგად და მარტივად. ვაჟას ძაღლიც კინოლოგთან ყავს დატოვებული წუთნაზე, გეშვაზე. როკიც შემოგვიერთდება უკვე ძალიან მალე. ასევე სეზონიც მალე გაიხსნება, რაღა დარჩა. შეუდგებით უკვე წერზე ნადირობას. მანამდე ძაღლები ფორმაში გვეყოლება, უფრო მეტ პრაქტიკას მიიღებენ, ცოდნას აიმაღლებენ, რაც ჩვენ ნადირობაში გამოგვადგება და უფრო კარგ და ლამაზ ნადირობებს ჩავატარებთ. ნარდევანი ახლა მანქანაში მელოდება 40 წუთი დაახლოებით. გავიყვან მინდორში და შემდეგ წავალთ თბილისში. ეხლა ხანს გათენდა 6:30-ია და აბა წავედით. გამოგიყვან ეხლავე არის ჩუბო აპიცემო. Stop. მონატრებულია. დილამშვიდობისა, ნარდო. Stop. Okay. კარგი ბიჭი. წერის ისმის. შეუდგეთ საქმეს. აბა ნარდო, საიწავიდეთ, ნიავი გვაქვს იქედან აქეთ. შესაბამისად, აქედან იქეთ გავყვეთ. დაახლოებით 50 მეტრი ყოველთვის. საბელით შემყავს მინდორში. Stop. დაჯექი. Stop. წინ. დავიწყეთ. წლის და 6 თვის გახლავთ ნარდო. წინა სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა. წელს უკეთესი გვექნება, როგორც თვითონ ამბობს პატივცემული ნარდო. გრილა საკმაოდ ცვარი გვაქვს ძალიან კარგი. დაულოდოთ ახლა. უნდა ვიპოვოთ წერი. მოძრაობს ძალიან კარგად, სწრაფად. ყნოსვა აქვს ძალიან კარგი. წონიდან გამომდინარე ძალიან კარგად მოძრაობს, ანუ ესე რო ვთქვათ, კარგი სპორტსმენია რა, კარგი კუნთები, აღნაგობა, ქონი, ცხიმი, მსგავსი რაღაცები, საერთოდ არ აქვს და შესაბამისად მაგწონას 36 კილოგრამს ძალიან კარგად ართმევს თავს. არ გზნობს, რომ წონა მაღალი აქვს.
კარგი ბიჭი, კარგი ბიჭი. გახარებულია, წარმოიდგინეთ. ხა, ვოლიერი აქვს კარგი ზომის, რომ დამწყრეული არ არის, აქვს სამოძრაო. კარგი, მაგრამ მაინც ბუნებაში რა თქმა უნდა თავს ძალიან კომფორტულად გზნობს. დისტანცია დაახლოებით 100 მეტრამდეა, არასდროს არ მახსოვს რომ ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში რომ გასულიყო შორს, აი გავიდა, გადამამოწმა, შემომხედა. ყოველთვის კონტაქტია რა, არ არის ესე რომ დაადებს ხოლმე ძაღლი თავს გარბის და გინებები და 1000 რაღაც მოყვება მერე ძაღლის მაგ საქციელს. კარგი ბიჭი, კარგი ბიჭი. რაღაცას შემოუტრიალდა, გადაამოწმა. კარგი ბიჭი. ანგრევს, მინდორს ანგრევს. მე პირადად ფიზიკურად დიდი ძაღლები ძალიან მომწონს. მაგიტომაც შევარჩიე კურცარი. კარგი ბიჭი. აი, ნაბულზია. აი, ნაბულზია. დაგვილოდება დიცებული.
ურგანგაში იყო. Napolsia, hoje, Madonna. Stop. Stop. Zin. Bravo, Narto. Čemtan, Narto. Očah, Narto. Očah. Čemtan, Narto. Moti. Čemtan, moti. Očah, modi čemtan. Modi. Očah. Zin. Კარგი ფიჭი. ესეც ერთი. საკმაოდ მოზრდილი დიდი მწერი იყო, მინდა ავონიშნო. დაგველოდა ცოტა გამოკიდების ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ თავს რო დაადებენ და გარბიან, ეგეთი რაღაცა არ ყოფილა, რაც კარგად ითვლება. Sunebit cēms da. Aha, originabuli. Მაგრამ არ არის ყარინაბული. აბა დაველოდოთ. წინ თავი მაღლა გაიპარა წინ გაგექცევა ბრავო ნარტო კარგი ფიჭი ყოჩახ ნარტო
კოჩა, წინ. წავიდა. კარგი ბიჭი. წამონარდ. აბა, შემდეგი, წამონარდო. ნარდებან, მომბზანდი. ესეც მორიგინალური. აი რაღაცა ყავს. წინ. ბრავო ნარდო. ჩემთან. ნარდო. ჩემთან. კარგი ბიჭი. ოი, გაგაწვალა. ხო, მოდი ჩემთან, მოდი. ჩემთან. კარგი ბიჭი. ბრავო ნარდო. ესეც მესამე მწყერი. წუთში 3 მწყერი. ოჩაღ ნარდო. ნარდოს წვრთნის დროს უნდა აღვნიშნო, რომ არასდროს არ გამომიყენებია ელექტროსაყელო, არასდროს. მქონდა ცოტა მკაცრი მიდგომა, ცოტა ტაკოზეც მოხვედრია. აი, შვენიერი ბიჭი გამოვიდა. რაც უფრო ასაკი მოემატება, მით უფრო კარგ შედეგებს დათევს. ნარდო! ეხლა გავუკეთებ ხაბელს, მივასეირნებ ჩემთან, გაანებე მაგ მანქანებს და სტოპ, ფეხთან დაჯექი. კარგი ბიჭი ხარ, წავიდეთ. გაანებე, საკმარისია.
წავით. თხილად. Კა, ნელა. Stop. ადგილზე. კარგი ბიჭი. დაწიკი. კარგი ბიჭი ხარ. აისვენ ახლა. ესეც დღევანდელი დღე. დასრულდა ჩვენი დილის გასეირნება. დაახლოებით 9 საათი ვიყავით მინდორში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს YouTube და მეგატივის მაყურებელს, რომ ხართ ჩვენთან ერთად, თვალყურსადევნებთ ჩვენს სიახლეებს. კარგ რაღაცებს გთავაზობთ. ძალიან კარგი რაღაცები გველოდება, არ დავაანონსებ ამ ვიდეოში. მალე გვიქნება მაგ ყველაფრის ანონსი ძალიან მალე და ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ და ძალიან კარგი სეზონი მინდა გქონდეთ ყველას. და მონადირეები, რომლებიც დიდ რესურსს, დიდ დროს და ყურადღებას უთმობენ მონადირე ძაღლს, იარაღს, აღჭურვილობას. ეს ყველაფერი დროსთან და ფინანსებთან არის დაკავშირებული. აუცილებლად უნდა დაუფასდეთ ეს ამხელა შრომა და ჯაფა, რასაც ხარჯავენ და ხარჯავთ ჩვენ მონადირეები. დღევანდელი ვიდეო ამით დასრულებულია. დაგველოდეთ ყოველ კვირას საღამოს 8 საათზე მეგატივის და YouTube-ის ეთერში. აბა დროებით.